რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ვიძახდით, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. აშკარად ეს მხოლოდ ადასტურებს ბიჭების სიმართლეს. უბრალოდ რაოდენობისთვის არის მოტანილი. ვიდეოების გამოკვლევა დავასრულეთ თითქმის დღეს. დარჩენილია ვიდეო მასალის სხვა რაკურსით გადაღებული რამდენიმე კადრი, იმავე მასალის სხვა რაკურსები, რომელიც მოგვიანებით იქნება გამოკვლევილი, თორე არსებითად ვიდეოების გამოკვლევა არის დასრულებული. ეხლა როცა რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ვიძახდით, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და პასუხად ბრალდება იძახდა, რომ მე მაქვს ვიდეოები, ყველა ნახეთ ხო, რომ ვიდეოები არ არსებობს. ვიდეოები არის რაღაც კერძო ვიღაც ციფრიდან გინება გადაღებული, ორხრივი გინება, მოდი ესე ვთქვათ. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვინმე 4-დან 6 წლამდე 7 წლით ჩასვა ციხეში. ამას ვთანხმდებით ყველანი. პროკურატურამ კიდევ ერთხელ განიცადა კრახი, კიდევ ერთხელ გამოაცხადა კაპიტულაცია, შეიჩვინენ, ხასიათში გადაუვიდათ, გამოკვლეული ვიდეო მასალებითაც არაფერი არ დასტურდება, გარდა იმისა, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე. ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთ მომენტში არავინ უარყოფით. მთავარი და მნიშვნელოვანი ის ხო, რომ პროკურატურა კომენტარებით ცდილობდა ვიდეო მასალების გაკეთილშობილებას, ვიდეოსთან კორელაციაში ცალსახად ერთმნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ იყო მსგავსი ნაჩვენები, არაფერი მსგავსი არ ჩანდა და იყო მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. პოლიციის მხრიდან ვისმენდით კვლელობის მუქარებს, ვისმენდით გაუპატიურების მუქარებს, ვისმენდით ძალადობის მოწოდებებს ერთმანეთის მიმართ და ვისმენდით გაუთავებელ გინებასთან. Გასაკვირია, რატომ მიიჩნევს პროკურატურა ამ ვიდეო მტკიცებულებებს საკუთარ მტკიცებულებად, იმიტომ რომ აშკარად ეს მხოლოდ ადასტურებს ბიჭების სიმართლეს და იმას, რომ ერთადერთი ვინც უკანონო მოქმედებებს ჩადიოდნენ, ესენი იყვნენ სამართალდამცავები. ისინი უშუალო სიტყვებით იგინებოდნენ აქტივისტების მისამართით, მათ შორის იმ მისამართით, სადაც ანდრო ჭიჭანძი იყო. გარდა იმისა, რომ ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა, ასევე ისმის მუქარა, ასევე ისმის პირდაპირ მოწოდება, რომ აი შენ დაგიჭერ, შენ აი ასე და ასე გიზამ. ასევე ნათლად ჩანს როგორ ისვრის სამართალდამცავი კონკრეტულ საგნებს აქტივისტების მისამართით და შემდგომ რამდენიმე სამართალდამცავი ამათ მობილური ტელეფონით იღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახ სახელმწიფო სამართალდამცავების ხელით ქმნიდა დაძაბულ სიტუაციას აქციაზე, პროვოცირებას ახდენდნენ მოქალაქეების და ამას საკუთარი ტელეფონებით მომზადებული იღებდნენ იმისთვის, რომ შემდგომში ვინმეს პასუხისმგებლობა დაეყენებინათ იმ შეკერილი საქმეებით, როგორცაც ჩვენ ვხედავთ დღეს. ვიდეოებში რომ ანდრო ჭიჭინაძე არის, ჩვენ ამას არ მალავთ და მეტიც ამას ანდრო სიამაყით ამბობს, რომ იცავდა ევროპულ მომავალს და ის იყო აქციაზე. მას არანაირი უკანონო მოქმედება არ განახორციელებია. მეორე რატომღაც გამოძიებას არც კი გაჩენია ექსპერტიზის მიმართ კითხვა, საერთოდ მონტაჟის კვალს შეიცავს თუ არა ვიდეო. და მესამე, რაც შეეხება საგნებს, არც ერთ ექსპერტიზის დასკვნაში არა თუ დასკვნადებს, არამედ კითხვაც კი არ არის დასმული, რა საგნებთან გვაქვს ზოგადად საქმე. სამართალდამცავები რა საგნებს იცოდნენ, ან იქიდან თუ არის ამენასროლი, ამასთან დაკავშირებით რა საგანი იყო. ეს უბრალოდ არ აინტერესებდა გამოძიებას, იმიტომ რომ იცოდა, რომ მას არ დასჭირდებოდა ეს სასამართლოში და ამის გარშემოც გამოწყობილ განჩას დააყენებს კონკრეტული მოსამართლე. ეს ვიდეოები მთლიანობაში ძალიან მოკლე შეფასება რო გავაკეთოთ, უბრალოდ რაოდენობისთვის არის მოტანილი, იმისთვის რომ სასამართლოს მე უთხრა, რომ აგერ მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაქვს, აგერ ერთი ვიდეო, მეორე ვიდეო, მესამე ვიდეო, მეოთხე ვიდეო, ფაქტობრივად ეს სურათი არის შექმნილი, რადგანაც ეს ვიდეოები ცალ-ცალკე აღებული უბრალოდ არის რაღაც ვიღაც პიროვნება ჩანს, არანაირი დანაშაულთადებას ის არ ჩადის და რაოდენობისთვის არის გაბევრებული ფაქტობრივად საქმისთვის და მეორე მიზეზიც ისიც არის, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ მოეტანათ, რაც ამხელდა პოლიციათა თანამშრომლებს, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაული ქმედებებს ჩვეულებრივ მოქალაქეთა მიმართ.